ჩვენ ვართ სამხატვრო აკადემიის მეოთხე კურსელები, ვართ ანიმაციის ფაკულტეტზე და წარმოვადგენთ საინიციატივო ჯგუფს უკეთესი მომავლისკენ. ეს პროექტი არის მორგებული 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის და ამ პროექტის მიზანი არის, რომ ახალგაზრდებმა იცხრონ ჯანსაღი ცხოვრებით. ამ პროექტის იდეა თავიდან წამოვიდა 1 წლის წინ, როდესაც ბატონი ნუგზარ კანდელაკი დავიკავშირდა სამხატვრო აკადემიაში. იგი ეძებდა ანიმატორებს, რომელიც დაეხმარებოდა მის იდეის განხორციელებას. ბატონ ნუგზარს ჰქონდა იდეა, რომ გაეწია პოპულარიზაცია ჯანსაღ ცხოვრებაზე და სწორ გადაწყვეტილებებზე ახალგაზრდებში. სწორი კვება არა რთული, უბრალოდ იკვებენ ნეო. თავდაპირველად დავარჩიეთ 5 თემატიკა. ერთ-ერთი მათგანი იყო აზარტული თამაშები, მეორე ეკოლოგია, ასევე სწორი კვება, ბულინგი სკოლებში და კიბერთექნოლოგიებზე დამოკიდებულება. მიზეზი თუ ეს 5 თემა რატომაც ავირჩიეთ, იყო რომ ესენი იყოს სწორედ ამ ეტაპზე ძალიან აქტუალური თემები. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ასევე ბავშვებსაც ჰქონდათ ეს პრობლემები და ამათი გამოსწორების საუკეთესო გზა იქნებოდა ბავშვობის ასაკშივე, რომ ქვეცნობიერში ჩაგველექა სწორი მიმართულება. ჩვენი ყველა წევრის მოვალეობა ანიმაცია, მაგრამ ასევე გვაქვს სხვადასხვა როლებიც განაწილებული. თავისთავად ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მაგალითად, მე პირადად მუშაობ არა მარტო ანიმაციაზე, ასევე აუდიო დიზაინზე. თუ გჭირდება მაგალითად რამე სპეცეფექტები ან მაგდაგვარი, ასევე ვეხმარებით არა მარტო ჩემ პროექტზე, არამედ სხვის პროექტებზეც. თვითონ ანიმაციას შეიძლება არ დაჭირდეს ძალიან დიდი დრო, მაგრამ თვითონ პროცესი, სანამ პერსონაჟს შექმნი, მერე ამ პერსონაჟს გააცოცხლებ, დაგეგმავ როგორი იყოს, რას აკეთებდეს და თვითონ ესე თქვა სკრიპტი რო დაიწერება მთლიან სტორიტელინგის, მაგას მე აქვს რეალურად დიდი დრო. ამიტომაც ჯამში დაახლოებით ანიმაციაზე ქონდა 3 თვე და 2 თვეში, 2 თვე ნახევარში უკვე ყველას დასრულებული ქონდა მთლიანი სამუშაო. პროცესი საკმაოდ რთულია, მაგრამ სახალისოც არის გასართობი, რადგან თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ თუ ახმოვანებთ ანიმაციებს, გვიწერთ საკუთარ ხმას, დამთქნარებებს, სიცილებს, ღიღინებს, საკმაოდ გასართობი აქტივობა არის. აი, რაც შეეხება რთული ნაწილი ის არის, რომ შეცდომას როდესაც უშვებ, გიწევს, რომ თითქმის ნახევარი უკვე წაშალო და თავიდან დაიწყო კეთება. რასაც ვფიქრობ, რომ რთული პროფესია არის ანიმაცია და ჭირდება ძლიერი ნებისყოფა იმისთვის, რომ იმუშაო და ის სპრილმანებით ზუსტად ისე გაასწორო, როგორც საჭიროა, რომ აუდიტორიამ დაინახოს. მე პირადად მუშაობდი ბულინგის წინააღმდეგ, ასევე ვიმუშავე გაჯეტებზე დამოკიდებულების წინააღმდეგ და მივეხმარა ჩემს ესე ვთქვათ კოლეგას, ვაპირებთ, რომ ეს პროექტი მივიტანოთ სკოლებში და ვანახოთ ზუსტად ამ ასაკის ბავშვებს. და ამაში ვეხმარებას ახალგაზრდობის სააგენტო, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია, ესე ვთქვათ, და ჩვენი პარტნიორობა. და სკოლებში მოხდება ჩვენებები, ეს იქნება თბილისსა და რუსთავში, 2 ქალაქში. და გვექნება ბავშვებთან შეხვედრები და სახალისო აქტივობები, რომელშიც ჩაერთვებიან, ეს იქნება ესეების დაწერა შემდეგ, ნახატების გამოქვეყნება ჩვენს Facebook გვერდზე და ასე შემდეგ. პროექტის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხარდაჭერა იყო ჩვენი უნივერსიტეტისგანაც, სამხატვრო აკადემიისგან. ეს იყო ტექნიკური დახმარება და რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა გვაქვს 2 უნივერსიტეტთან, სამხატვრო აკადემიასა და სპორტის უნივერსიტეტთან. მოხარულები ვართ, რომ ასეთ პროექტში ვიღებთ მონაწილეობას და ეს დიდი დამსახურება არის ბატონი ნუგზარ კანდელაკის. ჯერა რომ ჩვენი პროექტი ჩვენს დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ვფიქრობთ, რომ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ასეთ საქმიანობას.